პროგრამის ხელშეწყობით უკრაინელ მეწარმეთა ხელშესაწყობად უკრაინის სახლში დახმარების მორიგი რაუნდი შეჯამდა. ითქვა, რომ 2022 წლიდან 30-ზე მეტი მცირე და საშუალო საწარმო ამოქმედა. დღეს კი მათ რიცხვს უკრაინელი ტოვულების მიერ დაფუძნებული 19 საწარმო შეემატა. ღონისძიების ფარგლებში გერმანიის ელჩმა და გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა უკრაინელ მეწარმეებს სერტიფიკატები გადასცეს და გასული 2 წლის მანძილზე მიღწეული შედეგები შეაჯამეს. ღონისძიების მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას უკრაინის ეკონომიკური აღდგენის და ტოვულთა ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად. დღეს შევიკრიბეთ უკრაინულ სახლში. მინდა აღვნიშნო ეს ინიციატივა, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის მიერ. კიარ კავკასიასთან ერთად ასევე გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით. ეს მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ მიიღო დაახლოებით 30,000 უკრაინელი ბოლო 2 წლის განმავლობაში და მიანიჭამათ დაცვა, ღირსება და იმედი. საქართველოში უკრაინული სახლი სოლიდარობისა და იმედის სიმბოლოა ჩამოსული უკრაინელი ხალხისთვის. ჩვენ გავეცით 3 მილიონ ევროზე მეტი, რათა მხარი დავუჭიროთ გაეროს განვითარების პროგრამის სამართლის უზენაესობის პროექტს საქართველოში. ამის დიდი ნაწილი მიდის ტოლვილების მხარდაჭერაზე, რათა მათ შეძლონ თავიანთი თავის დახმარება. ჰქონდეთ ადგილი, სადაც შეძლებენ სერვისების მიღებას, შეძლონ ბიზნესის შექმნა. ამ რთულ დროში, როდესაც ისინი იძულებულნი არიან, გაიქცნენ თავიანთი სამშობლოდან, რათა შეძლონ გარკვეული შემოსავლის მოპოვება და გადაირჩინონ თავი ამ საშინელ დროს. ენტეხის მუნიციპალიტეტში სოფელ ცანას ტერიტორიაზე